მოგესალმებით. ახლა გავაკეთებ საჯარო გაშლას ისეთ შეკითხვაზე. რა მოხდება და როგორ განვითარდება თქვენი ურთიერთობა იმ შემთხვევაში, თუ კი ამ ადამიანს შანსს მისცემთ. და მგონი სხვადასხვა მინდა კი. ეს დასტამრჩენია. მოდი ესე მოვიქცეთ. იყოს ორი ვარიანტი. პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. პირველი ვარიანტისთვის იყოს სელინიტის გული და მეორე ვარიანტისთვის იყოს ამეთვის და. რა მოხდება, თუ კი ამ ადამიანს შანსს მისცემთ, როგორ განვითარდება თქვენი ურთიერთობა? აი ესე ვიკითხოთ. ჩაიფიქრეთ, იმედი მაქვს პირველი და მეორე. კარგით, დავიწყოთ პირველი ვარიანტი, მის ჩაიფიქრეთ. როგორ განვითარდება დავიწყოთ იქიდან, რომ ზოგადად ეს ადამიანი არის ძალიან პასუხისმგებლიანი, ძალიან დისციპლინირებულიც, მოწესრიგებულიც, რთულად და დროში, ასე ვთქვათ, გაწელილი პროცესებია ამ ადამიანისთვის რაღაც ნაბიჯის გადადგმა, რაღაც სიახლეების შემოშვება მის ცხოვრებაში, იმიტომ რომ ადამიანი არის სტაბილურობის მოყვარული. ესე შემიძლია გითხრათ, უყვარს, შეიძლება არც უყვარს, მაგრამ მისთვის აი ეს კომფორტის ზონა, რაც შექმნილი აქვს საკუთარ ცხოვრებაში ახლა ამ ეტაპისთვის, ხო? არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან შეიძლება უჭირდეს ცვლილებების მიღებაც, რაღაც ახალი გადაწყვეტილებების მიღებაც, ხო? საერთოდ ისეთი არა, კონტროლის განცდა აქ ახლა თავის ცხოვრებაში, გონია რომ რაც ხდება, ყველაფერს თვითონ განკარგავს, უბრალოდ ისე როგორც უნდა, ყველაფერი ისე ხდება, როგორც მას მოსწონს და ეხლა რაღაცა ცვლილებები მას ცოტა შეიძლება აშინებდეს. და სანთელი რა დღეშია გადავირიე. ხედავთ, ხო? სხვათა შორის თქვენს ურთიერთობაზე ამ ადამიანის განწყობა და დამოკიდებულება არის ესეთი, რომ თulis რომ თქვენ ხართ საბედისწერო ადამიანი, თქვენ ხართ კარმული ადამიანი. აი მართლა ბედისწერისგან მოვლენილი ადამიანი და შემთხვევითი არ არის თქვენი შეხვედრა. თვითონ ყოველ შემთხვევაში ესე ფიქრობს და ესე გონია, რომ აი თქვენ მართლა ბედისწერამ შეგახვედრათ ერთმანეთს, ღმერთმა გამოგზავნა თქვენთან. არის ცოტა, მაგრამ შეიძლება სამსახურებრივი რომანიც იყოს, თუ სამსახური არ არის კავშირში, მაშინ რაღაც ეს ფინანსური საკითხები, რაც შეიძლება ცოტა ანერვიულობდეს ადამიანს და შეიძლება ამ ფინანსების გამო წელავდეს დროში ამ თქვენი ურთიერთობის განვითარებას, მაგრამ მთლიანობაში ეს ადამიანი თქვენ მიგიჩნევთ როგორც მის მომავალ მეუღლეს, როგორც მის მომავალ პარტნიორს, ადამიანს, რომელიც არის მისი ჭეშმარიტი მეორე ნახევარი და ფონშიც აქ კვერთხების რაიმდია. მე პენტაკლების ტუზი, ხო, არა, იცი, ამ ადამიანს აუცილებლად ექნება ეს მომენტი უახლოეს პერიოდში, როცა იგრძნობს მოსვლებულ მოტივაციას, ენერგიას იმისთვის, რომ თქვენამდე მოვიდეს. მოდი ახლა გადავიდეთ მთავარ შეკითხვაზე. თუ კი ამ ადამიანს შანსს მისცემთ, როგორ წაიყვანს თქვენს ურთიერთობას, როგორ განვითარდება თქვენი ურთიერთობა?
იცით რა არის აი გულწრფელად გეუბნევით რა ძალიან დიდი სურვილი აქვს იმის რომ თქვენ გახდეთ მისი კანონიერი პარტნიორი მისი მეუღლე კი სურვილი აქვს იმის რომ თქვენთან შვილები ყავდეს საერთო მომავალი ჰქონდეს მაგრამ ну რაღაცა თქვენ ძალიან ისე მკაცრად უდგებით ამ ადამიანს თითქოს ეხლა ამ ეტაპზე ბევრად უფრო თავდაჯერებული ხართ უფრო შემდგარიც უფრო დამოუკიდებელიც და შეიძლება შინაგანად განცდა გქონდეს რომ აი ეხლა რაში მჭირდება ეს ადამიანი რაღაც ეგეთი განწყობაც შეიძლება გქონდეთ ვიღაცებს არც მაგას არ გამოვრიცხავ ეხლა აქ რასაც უყურებ და სხვათა შორის არ გამოვრიცხავ იმას რომ წარსულში დაშვებული შეცდომების გამო შეიძლება მოგიწიოთ რაღაც კონფლიქტი, მწარე სიტყვების ერთმანეთისთვის თქმა. მაგრამ აქ მე მაგალითად ახლა ისე ვგრძნობ, რომ აი მთლიანობაში მაინც მგონია რომ შერიგდებით. აი იცი რა მინდა რომ ვიკითხო? აი ეს ქორწინება, რომელსაც ეს ადამიანი ფაქტობრივად ოცნებობს. აი მას რომ დასთანხმდეთ ასე ვთქვათ და მის ამ იდეაში რომ მხარი აუღოთ. აი ამ შემთხვევაში თქვენი ერთად ყოფნა როგორი იქნება? ანუ უფრო რაღაც ვთქვათ, ბედნიერები იქნებით, ტოქსიკური ურთიერთობა გექნებათ, თუ როგორი იქნება თქვენი ურთიერთობა, თქვენი თანაცხოვრება, თუ კი შანსი მისცემთ ამ ადამიანს? ეს რას ეხება? გასაგებია. როგორ იქნება თქვენი თანაცხოვრება და ერთი პარტნიორი იქნება ძალიან ემოციურიც, რომანტიულიც, მგრძნობიარეც, ბავშვურიც. აი რაღაცნაირი ლაღი. აი ერთი პარტნიორი იქნება ისეთი, რომელსაც ურთიერთობაში შეაქვს სიხალისე, სინათლე, პოზიტივი, აი რაღაც ყოველივე დადებითი და ნათელი და მეორე პარტნიორი იქნება ძალიან გრუპი, სიტყვაძუნწი, ცოტა ჩაკეტილიც, მელანქოლიკიც, როგორც ესეთი ურთიერთობა, როგორ უცნაურად არ ჟღერდეს, თავისებურად ბედნიერი იქნება კი, ან თვითონ ოჯახი რო შედგეს, თუ მიიღებთ მაგ გადაწყვეტილებას, ანუ ოჯახი, ბედნიერი ოჯახი გექნებათ კი, ნამდვილად, უბრალოდ აქ ჩანს ესეთი ამბავი, რომ შეიძლება ერთ-ერთ პარტნიორს სჭირდებოდეს ხოლმე რაღაცა განმარტოვება, ფიქრი, ანალიზი, საკუთარ თავში ჩაღრმავება, ну, ერთი ხა თქვენ უკეთესად იცით თქვენ ორში რომელი უფრო ხართ მიდრეკილი ასეთი ბების მიმართ, ხო? საინტერესო. მე უფრო მგონი რომ თქვენი პარტნიორი შეიძლება, მოკლედ ასაკით უფროსი რომელიც არის ამ ურთიერთობაში. ანუ მას შეიძლება გქონდეს ხოლმე ესეთი მომენტები. ანუ მე არ ვამბობ რომ ფიზიკური ფორმით სადმე წასვლას, ანუ მე ვიძახი რომ აი შეიძლება აი ხო ერთ სახლში იყოთ, ერთ სივრცეში იყოთ, მაგრამ ასე 2-3 დღე ადამიანს გქონდეს თავის რაღაც შინაგან ღრმა წყლებში ჩაყვანთვის სურვილი, საკუთარ ემოციურ სამყაროში გულისხმობ ხო რაღაც მეტაფორას. ვიყენებ ხოლმე ხანდახან, მაგრამ ამ ყველაფრის პარალელურად გაქვთ ძალიან დიდი ვნება და მიზიდულობა ერთმანეთის მიმართ, ძალიან დიდი ინტუიტიური აღქმა თქვენს ინტიმურ ურთიერთობაში, ანუ რის თქმა უნდა, იცი რა, აი ინტუიციურად ხვდებით რა სჭირდება თქვენს პარტნიორს, რა გჭირდებათ თქვენ ძალიან მარტივად ხვდებათ და შეიძლება თქვენი პარტნიორი ძალიან კარგი შეთავსება, სხვათა შორის თქვენს ასე ვთქვათ, ინტიმურ ცხოვრებაში შეიძლება რომ ძალიან კარგი შეთავსება გქონდეთ.
სიყვარულით სხვათა შორის უბრალოდ აი ეს რაღაცა ძალიან განსხვავებული ხასიათები გაქვთ. აი ერთი არის ინტრავერტი, ჩაკეტილი, ჩუმი, მკაცრიც შეიძლება, მეორე არის ძალიან ლაღი, მხიარული, მეგობრულიც, უფრო კონტაქტურიც, კომუნიკაბელიც. სხვათა შორის აი საერთო შვილები მგონია რომ პირველი შვილი შეიძლება ეს იყოს ბიჭი შვილი, რომელიც აი მაგალითად ზოგადად შეიძლება იყოს კურო. რაც არ გამოვრიცხავ, ну რაღაცა მიწის სტიქის შეიძლება იყოს თქვენი პირველი შვილი. საერთო შვილზე მაქვს საუბარი. კიდევ ძალიან ცოტა თქვენთაგანთან სასიყვარულო სამკუთხედიც შეიძლება გათამაშდეს მისი ყოფილი პარტნიორი. სადაც შეიძლება რაღაცა საერთო ბავშვის თემა იყოს. მოდი ესეც ვიკითხოთ, თუ თქვენს პარტნიორს ყავს ყოფილი მეუღლე ან რა ვიცი შვილი, თქვათ ვინმესგან, ხო? ეს თქვენს ქორწინებაში რაიმე გავლენას შეიძლება რომ მოახდენდეთ თქვენს ურთიერთობაში. ანუ თქვენ იცი რა, არა, სხვათა შორის არა, აქ უფრო თქვენი შიშებია, რომ აი, თქვათ მისი ყოფილი, რა ვიცი, შეყვარებულია თუ საყვარელია თუ მეგობარია თუ უცოლია თუ ქმარი, რაც არის, ხო? რომ აი მისი ყოფილი არ გამოჩნდეს და რაღაცა არ აურიოს და არ გააფუჭოს თქვენს ურთიერთობაში და სხვათა შორის უნდა თქვა, რომ უშუალოდ მისი ყოფილი პარტნიორის მხრიდან შეიძლება იყოს რაღაცა ცდილობა და აი როგორ გითხრათ, გაფართხალება, ძალიან ვიხეშად რო ვთქვა, მაგრამ თქვენი პარტნიორი ძალიან ესეთი ჩამოყალიბებული და გააზრებული ადამიანია და ალაგებს პრიორიტეტებს სწორად და ისე შეიძლება მოაგვაროს ეს სიტუაცია, რომ თქვენამდე არც მოვიდეს, ანუ რის თქმა უნდა იცი რომ მის ყოფილ პარტნიორს რომ მოუნდეს მასთან ურთიერთობის განახლება, მას შესაძლოა თქვენ ერთად იქნებით. ან თქვენი პარტნიორი მაგას ისე ჩაუჭრის გზებს და ისე მკაცრად დაუსვავს საკითხს, რომ შეიძლება თქვენ ვერც გაიგოთ იმ წუთას რა და საერთოდაც ანუ რეალურად თვითონ დასრულებული აქ თქვენს პარტნიორს. და ხელს ვერ შეუშლის მისი ყოფილი თქვენს ურთიერთობას. პირველი ვარიანტი. დამიკომენტარეთ, აბა მართლა ყავს ამ ადამიანს ვინმე წარსულში სტაბილური, განსაკუთრებით შვილი ვინმესთან ყავს ამ ადამიანს. პირადი კონსულტაციებისთვის შეგახსენებთ 511 14 91 78 მიკავშირდებით WhatsApp-ზე, Viber-ში ან Telegram-ზე. კეთილი, ახლა გადავალ მეორე ვარიანტზე. თქვენთან რა ხდება? თქვენი პარტნიორი არის ვერთხების მეფე. ძალიან თავდაჯერებული, ქარიზმატული, გონია რომ ყველას მოხიბლა შეუძლია, მაჩოა, ყველას გულს მოიგებს, ყველა მას უნდა ეთაყვანებოდეს. კარგი. თქვენ ამ ადამიანს შანსს მისცემთ, აბა მეორე ვარიანტი. შანსი რომ მისცემთ ამ ადამიანს, როგორი ურთიერთობა გექნებათ. მეორე ვარიანტში იცით როგორი პასუხი გვაქვს ახლა აქ ეს
ეს ურთიერთობა ან დიდი ხნით დასრულებულია, ან განწირულია მაინც ურთიერთობის დასასრულისკენ. ხო, ეგეთ პასუხია, იმიტომ რომ თუ უკვე დაშორებულები ხართ და ზოგადად მოიაზრებთ, რომ იქნება შევრიგდეთ და იქნება რაღაცა, ამ შემთხვევაში პასუხი არის ისეთი, რომ აი გიჭირთ, რომ წარსული შეცდომები აპატიოთ ერთმანეთს. ძალიან გიჭირთ, იმიტომ რომ აი რაღაცები არის ის, რაც ძალიან გულზე მოხვდათ. ანუ ეგო კი არ გეტკინათ. აი მართლა გეწყინათ რა რაღაცეები ძალიან და თვითონ დაუმსახურებელი შეიძლება რომ ყოფილიყო. იქნება, მოდი პირდაპირ გეტყვით, შანსი და მცდელობა манипуляციებით აღდგეს ეს ურთიერთობა. ვფიქრობ იმას, რომ საერთო რაღაცა მომავალიც შეიძლება რომ დაიგეგმოს, მაგრამ აი რაღაცა თითქოს არ ყოფნის ენერგია, რომ ეს ჩანაფიქრი მოვიდეს სისრულეში. ჯერ საერთოდ ახლა მე ამ გაშლაში მიჩნდება შეკითხვა, საერთოდ მოხდება თუ არა თქვენი ურთიერთობის აღდგენა ზოგადად. იმიტომ რომ მე ცოტა ეჭვმეყარება. რა არის გეტყვით, ამ ურთიერთობაში მამაკაცს აქვს უფრო ესეთი განწყობა დამოკიდებულება. ანუ შინაგანად კი უნდა ეს სტაბილური და მშვიდი ურთიერთობები, მაგრამ რატომღაც გადაწყვეტილი აქვს, რომ თითქოს ქალმა უნდა გადადგას ამ ურთიერთობაში რაღაც ნაბიჯი და ელოდება ქალისგან ნაბიჯებს. და თან ერთი რაღაცა უნდა და მეორეა, რომ ძირითადად ეს ადამიანი ცხოვრობს თავის ფიქრებში, თავის ფანტაზიებში, თავის წარმოსახვებში, რომ ანუ რაღაცა დაგეგმა, რაღაცა მოუნდა და არის იქ რა იმ ფიქრებში, მაგრამ რეალურად რომ იმ ყველაფერს ფრთები შეასხას და რეალობაში გადმოიტანოს, მაგის განხორციელება ძალიან უჭირს. თან გეუბნებით ეს მოელოდება, რომ ქალმა გადადგას რაღაცა ნაბიჯი, შერიგებისკენ, ურთიერთობის აღდგენისკენ, რა ვიცი, ხა თქვენ განსაზღვრეთ, თუ გიღებთ, შეგიძლიათ გადადგას ნაბიჯი, ოღონდ მანამდე გავიგოთ. აი რომ თქვათ მისცეთ ამ ურთიერთობას კიდევ ერთი შანსი. როგორ იქნება თქვენი ურთიერთობა, აი რა ფორმატის, რანაირი, როგორი, რა ემოციებით? როგორი ამბივალენტური პასუხია ჩემო ძვირფასებო. აი პასუხი არის ძალიან ესეთი შერეული. და ესეც რაღაცას მეუბნება ტარო, რომ კი გექნებათ ემოციები, გექნებათ სიყვარული, მაგრამ რაღაც სულ კრიზისები, სულ სირთულეები შეიძლება არსებობენ ადამიანები, ვისაც თქვენი ურთიერთობა არ უნდათ, ვისაც ხელი შეშლა უნდათ ამ თქვენი სიტუაციების, ამბების, ხო, რომ არ გამოვიდეს, მაგრამ მარტო გარეშე ფაქტორები არ არის, ცით. აი თქვენს ძალიან ესეთი ხან ხო არის ესე, რომ აი ხასიათები ძალიან განსხვავდებიან წყვილები, მაგრამ ეს განსხვავება უფრო მიზიდავთ ხომ ერთმანეთისგან, მაგრამ აქ იმხელა დისონანსია მსოფლმხედველობაში, ცხოვრების სტილში. აი რა ვიცი, ცოტა აცდენილები ხართ ერთმანეთს, ეხლა მე ახლა კი არ გეწყინოთ, ეხლა მე რასაც აქ უყურებ, ეხლა იმას ვაჟღერებ, აი ძალიან ერთი მარჯვნივ მიდიხართ, მეორე მარცხნივ მიდიხართ, ხანდახან გადაეკვეთებით ხოლმე და შეხვდებით ერთმანეთს და აი ძალიან შერეული ემოციებია. აი მომავალში თქვენ თუ ცდით, კი ბატონო, გექნებათ ეს ემოციები, მაგრამ აი ეს რაღაცა ურთიერთობის დასტაბილურება, რომ აი
დარელაქსდეთ, მოეშვათ, მოდუნდეთ, დატკბეთ ურთიერთობით, ამოისუნთქოთ, შეირგოთ ერთმანეთი, აი მაგას ვერ ვხედავ, იმიტომ რომ აი როგორც კარდიოგრამის ესე დატალღული ზოლები როა ხოლმე, რაღაცა ესეთი მუდმივად, რაღაცა ცვალებადი ფონი გექნებათ, ანუ იქნება პერიოდი რაღაცა ძალიან დათბება თქვენი ურთიერთობა, დატკბება, მერე ისევ რაღაცა მხილვარებები, დაძაბულობები, მერე ისევ შერიგება, მერე მოკლედ ტოქსიკური ურთიერთობა თავისი ემოციური საქანელებით რა. ანუ ძალიან რთული იქნება ამ ურთიერთობისგან ჯანსაღი ურთიერთობის შექმნა, აქ ძალიან რთულია. ეხლა პირველ ვარიანტში ძალიან განსხვავებული ადამიანები იყვნენ ერთმანეთისგან, მაგრამ იქ განსხვავებულობა ქმნიდა ქიმიას უკაცრავად, მაგრამ აქ რაღაცა ძალიან აი რა ვიცი. ну ვიცი რა, ახლა ყველაფერი თქვენი გადასაწყვეტია. მე გამიჟღერეთ როგორ შეიძლება რომ იყოს თქვენი მომავალი და ხა დანარჩენი თქვენ უნდა გადაწყვეტოთ გიღირთ თუ არა ეს ადამიანი თქვენთან. ლაიქებში, კომენტარებში გელოდებით. ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე თქვენი უკავშირი ჩემთვის და ისედაც თუ რაიმე საკითხი გაინტერესებთ, რასაც საჯარო გაშლას მოისმენთ, შეგიძლიათ დამიკომენტაროთ, მომაწოდოთ თქვენთვის სასურველი საკითხი და შემდგომში როცა დრო მექნება, ჩაგიწერთ ამაზე ვიდეო გაშლას. პირადი კონსულტაციებისთვის 511 14 91 78. ეხლა დაგემშვიდობებით, წარმატებებს და ბედნიერებას გისურვებთ. ნახვამდის.